ბათუმის რედისორში საერთაშორისო კონფერენცია ბიომრავალფეროვნება ევროპაში გაიხსნება. კონფერენციას გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, გაეროს დაცვითი პროგრამის ევროპის ოფისის დირექტორი იან ლუსიკი და შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბელხერი გახსნიან. კონფერენცია ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შესახებ პან-ევროპული სტრატეგიის ფარგლებში იმართება. ღონისძიებას ევროპის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის 2011-2020 სტრატეგიული გეგმის დანერგვის საკითხები პან-ევროპულ რეგიონში, ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკა, ასევე ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, ეკოსისტემების აღდგენის საშუალებები და რესურსების მობილიზების საკითხი. ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის ორგანიზებით ხორციელდება და 18 აპრილამდე გაგრძელდება. We are very happy that the government of Georgia is organizing. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ რიგით მეორე კონფერენციას ვესწრებით საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რომელიც ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შესახებ ევროპული სტრატეგიის ფარგლებში ტარდება. პირველი შეხვედრა კონფერენცია შედგა სექტემბრის დასაწყისში თბილისში, ახლა კი ბათუმში იმართება. კონფერენციაზე ძირითადად განვიხილავთ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის სტრატეგიული გეგმის დანერგვის საკითხებს ევროპული რეგიონში და სხვა რიგით საკითხებს. Biodiversity protection. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან 100-ზე მეტი წარმომადგენელი, ძირითადად მთავრობის წარმომადგენლებზეა საუბარი, ასევე დაესწრებიან საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების და პროგრამის ძირითადი მიზანი გახლავთ სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა და მსჯელობა 2020 წლისთვის, როგორ უნდა მოხდეს ბიომრავალფეროვნების კარგვის შეშერება.